ვაგრძელებთ შემდეგ თავზე მუშაობას, ეს გახლავთ თავი 13 მუშაობა რიცხვით და თარიღის და დროის ფუნქციებთან. დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენ დღეს შევისწავლით 11 ფუნქციას. პირველი ფუნქცია გახლავთ today, რომელიც ჩაიწერება შემდეგნაირად: ტოლია today და არგუმენტის გარეშე და წერს დროს, რომელიც Windows-ში არის დაყენებული, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ნოემბერი 13. თარიღი now, რომელიც გვაძლევს მიმდინარე თარიღს და დროს, ანუ თარიღი და შემდეგ დრო. hour, რომელიც გვაძლევს საათობრივ მაჩვენებელს, ანუ თუ რომელი საათიდან იღებს, ასე ვთქვათ, ანუ რომელი უჯრიდან იღებს მონაცემს და რომელი საათი წერია შიგნით. საუბარია აი ამ უჯრაზე, სადაც მიცემულია 3:43:00 დრო არის და აქედან 15 გახლავთ სწორედ საათის მაჩვენებელი. weekdays, ამ შემთხვევაში ფუნქცია არის weekday, სადაც ჩვენ უნდა გავშალოთ ეს საკითხი და ვნახავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ C4 უჯრაში ჩაწერილი თარიღიდან, რომელიც გახლავთ აი ეს თარიღი, ჩვენ გვინდა რომ დავთვალოთ დღეები შემდეგნაირად, რომ პირველი დღე იყოს კვირა, ხოლო მეშვიდე დღე გახლავთ შაბათი, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ერთიანი, ხოლო თუ დავთვლით, რომ პირველი დღე არის ორშაბათი და კვირა დღე არის მეშვიდე დღე კალენდარულ თანმიმდევრობით, მაშინ უნდა გამოვიყენოთ რიცხვი 2 return-ის type-ის დროს. ხოლო თუ ორშაბათი არის 0 და კვირა არის 6, მაშინ უნდა გამოვიყენოთ 3-იანი. ქართველები ამ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც ორშაბათი პირველი დღე, ანუ 1-დან 7-ის ჩათვლით, ანუ 2-იანი სიმბოლო, იმიტომ რომ უნდა გამოვიყენოთ მეორე და შესაბამისად დღე, რომელიც გახლავთ შაბათი არის მე-6. შემდეგ გვაქვს ფუნქცია day. day თარიღი ეთითება და იქიდან იღებს დღის რიცხვს. ასევე არის months ეთითება თარიღი და იღებს მე რამდენი თვეა. network days, ეს გახლავთ ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ რომელი თარიღში დაიწყო მუშაობა, რომელ თარიღში ამთავრებს მუშაობას და რამდენი სამუშაო დღე გამოვიდა. ამ თარიღებს შორის არის 472 კვირის დღე. შაბათი კვირა არ ითვლება სამუშაო დღეებში. თუმცა თუ იმ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წლის კალენდარული დასვენების დღეები, ასე მაგალითად 1 იანვარი, 2 იანვარი და უშუალოდ 3 მარტი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს რიცხვები შეგიძლიათ შეიყვანოთ ცალკე რომელიმე სვეტში, მონიშნოთ ეს სვეტი და ის დღეები ავტომატურად გამოაკლდება სამუშაო კალენდარულ დღეებს. მოდით ვნახოთ, ასე მაგალითად დავწერ აქ მაგალითად 3 მარტი, ხო? ანუ ეს გახლავთ მე-3 თვე და მე-3 დღე 2010 წელს დავუშვათ. თუ ჩვენ და კიდევ ერთი გავაკეთოთ მაგალითად 4/9/2010, ანუ 4 აპრილი. ეხლა ვნახოთ დავუშვათ რა ხდება ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვნიშნოთ დიაპაზონში აი ეს უჯრები. ოკეი, და როგორც ხედავთ, აქამდე გვქონდა 472, ახლა კი გვაქვს 470. ანუ ეს 2 დღე გამოაკლდა. ეს დღეები არ იყო არც შაბათი და არც კვირა, მაგრამ თუ დაემთხოვდა რომელიმე თარიღი შაბათ კვირას, მაშინ ის ისედაც არ გამოაკლებდა და ავტომატურად დაითვლებოდა. ასე მაგალითად დღევანდელი თარიღი სწორედ გახლავთ შაბათი და თუ ვნახავთ აქ 11/13, ვნახავთ რომ 471 სამუშაო დღე იქნებოდა, თუ ესეც გამოაკლებოდა კალენდარულ თარიღს. კარგით. ამ შემთხვევაში დავაბრუნებ საწყის მდგომარეობაში. შემდეგ გახლავთ week number და წელიწადის ეს დრო, რომელ კვირას გვაძლევს, ამაზეა საუბარი. აი გვაქვს ფუნქცია, რომელი კვირაა, 46 კვირა გვაქვს. year გახლავთ რომ წელიწადის ნაწილი ამოიღოს მხოლოდ თარიღიდან. minute გახლავთ რომ მხოლოდ წუთი ამოიღოს მოცემული უჯრი თარიღიდან და გახლავთ ასევე time, სადაც სათითაოდ იწერება hour, minute, second და მათი შედეგად მივიღებთ ინფორმაციას თუ რომელი თარიღი არის. მოკლედ today გვაძლევს დღევანდელ თარიღს, now გვაძლევს მიმდინარე დროსა და თარიღს, hour გვაძლევს დროის მხოლოდ საათის ნაწილს, weekdays გვაძლევს რომელი დღეა კვირაში,
დღევანდელი ის თარიღი, რომელსაც მივუთითებთ, day გახლავთ თუ რომელი რიცხვია კონკრეტულ თარიღზე მითითებული, month რომელი თვეა, year რომელი წელია, network days ამ დღიდან ამ დღემდე რამდენი და სამუშაო დღეა, week რამდენი კვირაა და time თუ რომელი დროა. ამითი date ფუნქციები და chapter 13-იც დასრულდა. გადახედეთ წიგნს და დაწვრობით განიხილეთ სხვადასხვა სამუშაო დავალებებიც.